მოგესალმებით. მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს. ჩვენი ცხოვრება იმსხვრევა იმის გამო, რომ ერთმანეთთან შეხვედრა არ შეგვიძლია. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ფილოსოფოსი და მქადაგებელი მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. შეგახსენებთ, მინდა დამეხმაროთ, რომ არხს რაც შეიძლება მალე ყავდეს 1000 გამომწერი. დღევანდელი გადაცემა მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს ეძღვნება, შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, კემბრიჯის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის საპატიო დოქტორს, ასევე მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიების საპატიო დოქტორს. ანტონ სუროჟელის საერო სახელია ანდრეი ბლუმი და მის ბიოგრაფიას სხვა დროს აუცილებლად გიამბობთ. მან თვითონ აღწერა თავისი ბავშვობის და ყრმობის წლები და როდესაც ეს ჩანაწერები წავიკითხე, იმ პერიოდიდან მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ჩემთვის გახდა განსაკუთრებული ადამიანი და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე მის ნააზრებს შევხებოდი და ამას ჩემთვის ძალიან დიდი შვება, სიმსუბუქე და სინათლე არ მოეტანა, მაშინაც კი, როდესაც ის სიკვდილზე ლაპარაკობდა. მიტროპოლიტი 1966 წლიდან მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსი იყო, ლონდონში ცხოვრობდა და ლონდონშივე გარდაიცვალა 2003 წელს. სულ მახსოვს, რომ ამ ადამიანის თანამედროვე ვარ და თეორიულად იმის შანსიც არსებობდა, იმის შესაძლებლობა, რომ ოდესმე პირადად მომესმინა მისთვის და აი ეს შესაძლებლობა თეორიული განუხორციელებელი მაინც როგორღაც მაახლოებს მასთან, სულ მაქვს ეს განცდა. მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შეხვედრა. ის ამ თემას უბრუნდებოდა მუდმივად, როგორც თავის ქადაგებებში, ისე საჯარო გამოსვლებში და მოგვიანებით წიგნიც გამოიცა, სადაც თავმოყრილი არის მისი საჯარო გამოსვლების ერთი ნაწილი და ამ წიგნს სწორედ ასე ქვია შეხვედრის შესახებ. დღევანდელ ციტატაში ნახეთ უკვე, რომ მეტისმეტად მკვეთრად არის შეფასებული ეს შეხვედრის ფაქტორი. ამბობს, რომ ჩვენი ცხოვრება იმსხვრევა იმის გამო, რომ ერთმანეთთან შეხვედრა არ შეგვიძლია. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? თვითონვე გვიხსნის, რომ როგორც წესი, ზედაპირული მზერა გვიფარავს სიღრმეს და გვიჭირს, რომ ადამიანი დავინახოთ ისეთი, როგორც ის არის სინამდვილეში. დღეს გიამბობთ, რას ამბობდა მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის შეხვედრაზე, როგორც ადამიანის დანახვის შესაძლებლობაზე. და შეხვედრა როგორც ფენომენი სწორედ ამ მხრივ აინტერესებს, რომ მისთვის ყოველი შეხვედრა ეს არის შესაძლებლობა, რომ დაინახოს ადამიანი. ერთი ამბით დავიწყებ, რომელიც პირადად მას შეემთხვა. 1954 წელს პარიზის გათავისუფლების შემდეგ იმ ადამიანების ძებნა და დაპატიმრება დაიწყეს, რომლებიც გერმანელებთან თანამშრომლობდნენ და რომლებიც თავისი პირადი ანგარების მიზნით ადამიანებს უბრალოდ სიკვდილისთვის და წამებისთვის წირავდნენ. და ასეთი ადამიანი აღმოჩნდა იმ კვარტალშიც, სადაც ახალგაზრდობისას მიტროპოლიტი ცხოვრობდა. და აი ამ გამცემსო მართლაც ბევრი ადამიანი ყავდა დაღუპული და მიაგნეს და დაიჭირესო და აი რას ყვება ახალგაზრდა ბერი ანტონი. სახლიდან გამოვედი და დავინახე ამ კაცს ხალხის დიდი ნაკადი მოჰყვებოდა. მასხარა სტანისამოსში გამოეწყოთ და თავის ანახევროდ გადაეპარსად. ცემის კვალი სახეზე და სხეულზე ეტყობოდა. ხალხით გარშემოწყმოს ზუსტად იმ ქუჩებზე დაატარებდნენ, სადაც ხალხს გასცემდა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ეს ადამიანი უეჭველად ცუდი იყო, უეჭველად დამნაშავე იყო ადამიანების სიკვდილსა და წამებაში და იქვე ამბობს, რომ მის მიმართო ნებისმიერი მძიმე სასჯელი იქნებოდა სამართლიანი. და აი ამ ფიქრებით ჩავიდა მეტროში, სადღაც მიემგზავრებოდა და ელოდებოდა მატარებელს. და აი იქ იწყება ციტატა. უცებ ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ
ზუსტად ასეთი ხალხი მიყვებოდა ქრისტეს, როცა ის ჯვარზე გასაკრავად მიყავდათ. ჩვენ ქრისტეში ვხედავთ ღვთაებრივ წამებულს, მაგრამ ათასობით ადამიანი მასში სულ სხვას ხედავდა. მათი აზრით ის ხალხს სიმშვიდეს ურღვევდა, პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენდა, შფოთის თავი იყო, ღმერთის მკრეხელურ სახეს ქადაგებდა, ისიც სცემეს და ბოლოს მასაც სიკვდილი მიუსაჯეს. ზუსტად იგივე სურათია, განსხვავება არ არსებობს. განსხვავება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ჩნდება ქრისტეში ჩვენი რწმენა და სხვა თვალით ვხედავთ მას, მაგრამ თუ ჩვეულებრივი თვალით დავინახავდით, მაშინ იერუსალიმში ჩანდა მხოლოდ ნაცემი, გაწამებული ადამიანი, რომელიც მათ რახით მიყავდათ იქ, სადაც უნდა მიიღოს სიკვდილი, რომელიც დაიმსახურა. აქ ციტატა მთავრდება. ამ ამბავთან დაკავშირებით ამბობს მიტროპოლიტი ანტონ სურუჟელი, რომ ქრისტეს შემდეგ ნებისმიერი უმსგავსი საზიზღარი ნატანჯი ადამიანი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ადამიანი, რომელსაც შევხვდით, ადამიანი, რომელიც დავინახეთ, იმის მიუხედავად, თუ რამდენად განსხვავებულია იესოს და ამ ადამიანის მიმართ განხორციელებული სამართალი. რა თქმა უნდა, თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ შეხვედრა ბევრნაირი არსებობს, შეიძლება იყოს ზედაპირულიც, ღრმაც, გულწრფელიც, ყალბიც, გადამრჩენიც, დამღუპველიც, მაგრამ როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ყველა შეხვედრა იმით იწყება, რომ ადამიანის ცოცხალმა ცნობიერებამ უნდა ისწავლოს იმის დანახვა, რომ მეორე ადამიანი არსებობს. პირადად ჩემთვის ეს რას ნიშნავს? თუ დავფიქრდებით, ხშირად ადამიანებს აღვიქვებთ როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. აი ჩვენ ვართ ცენტრში და ისინი ჩვენს ირგვლივ მიდიმოდიან, ზოგი სიმპათიურია ჩვენთვის, ზოგი უსიმპათიოა. რა თქმა უნდა, ისევ ჩვენთვის. ზოგი მათგანისგან უსიამოვნებას უნდა ველოდეთ, ზოგისგან არა, ზოგი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, ზოგი არა. და აი ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი ჩვენი დამოკიდებულება მეორე ადამიანის მიმართ და შესაბამისად ის მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ, მეორე ადამიანი საჭიროა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის არის საჭირო და მეორე ადამიანი მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენ მიგვაჩნია ჩვენთვის მავნედ. ეს ხდება დიდხანს და მე ჩვენი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ვსწავლობთ ან არ ვსწავლობთ არასდროს, რომ თითოეულ ადამიანს, თუნდაც ჩვენ ძალიან ახლობელს, შვილს, დედას, მამას აქვს უფლება, რომ იარსებოს და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს, არა მარტო მაშინ, როდესაც ჩვენთან ერთად არის, ან ჩვენს ახლომახლოს არის, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენს მიღმა და მაშინაც კი, როდესაც საერთოდ ჩვენს წინააღმდეგ არის. პირადად მე ჩემს ფიქრებს ისე ვერ ვაკონტროლებ, რომ ხა ვიყო დარწმუნებული, რომ მიტროპოლიტი ანტონ სურუჟელი და მისი აზრების შეხვედრაზე და ადამიანის დანახვაზე მაშინ გამახსენდა, როდესაც წინა გადაცემა ჩავწერე. იმიტომ რომ წინა გადაცემაში ბევრი ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ როცა ქვეყანა გზაჯვარედინზეა, შესაძლოა ადამიანებთან და მათ შორის ახლობლებთან ხიდების დაწვა მოგვიხდეს, იმიტომ რომ აქეთ გვიბიძგებს ღირებულებებში სრული აცდენა. ხო და დღეს რასაც ვყვები, აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რაც წინა გადაცემაში ვილაპარაკე. თუ ადამიანების დანახვის უნარი ჯერ კიდე შეგვჩენია ამ ძალიან რთულ და დაძაბულ დროში, ეს ნიშნავს, რომ დავინახოთ ის თავისთავად, ისეთი, როგორც არის თავის კონტექსტში და თავის სიმართლეში. დავინახოთ არა ჩვენი შეხედულებების და ჩვენი ღირებულებების ჭრილში, არამედ ჩვენ გარეშე და ზოგჯერ ჩვენ წინააღმდეგაც. იქნება მხოლოდ იმ მომენტში, როცა უარს ვიტყვით ადამიანის განსჯაზე და მისი ღირებულებების კრიტიკაზე, მოგვეცეს უნარი, რომ სიღრმისეულად დავინახოთ მისი მოტივები, მოვისმინოთ მისი არგუმენტები, გავიგოთ მომავლის მისეული ხედვა, კი არ გავიზიაროთ, მხოლოდ გავიგოთ. წინა გადაცემაში სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი, რომ ჩვენ ესეთ ადამიანებს, თუნდაც ახლობლებს, საერთოდ ვეღარ ვხედავთ, საერთოდ ვეღარ ხვდებით მათ, საერთოდ აღარ უსმენთ ერთმანეთს და ეს იყო ჩემი კითხვა, რომ ახლობლობა, მეგობრობა, დიალოგის გარეშე, გაზიარების გარეშე თუ არის საერთოდ შესაძლებელი.
ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებს იმის გამო, თუ ვერ ხედავთ ჩვენს ახლობლებს და გვეუბნება, რომ ჩვენი ცხოვრება ინგრევა ამით, როცა ჩვენს ახლობლებს თუ ზოგადად ადამიანს ვეღარ ხედავთ. სხვათა შორის მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ამბობს, რომ დანახვის საუკეთესო მაგალითი არისო ადამიანის შეყვარება. აი, როდესაც არსებობს ის ერთი და მთელი დანარჩენი სამყარო და შეყვარებული ადამიანი ღვთაებრივ სხივს ხედავს მხოლოდ თავის მიჯნურში, სხვაში ვერავიში ვერ ხედავს. და აი მიტროპოლიტი გვეუბნება, რომ ეს ღვთაებრივი სხივი, ღვთაებრივი სინათლე ყველა ადამიანში არსებობს და ჩვენ მისი დანახვა ყველა ადამიანში შეგვიძლია. ოღონდ უნდა ვიცოდეთ ეს როგორ გავაკეთოთ. როდესაც ფრანგი მოღალატის შესახებ გვიამბო მან, აი ეს ხო იყო არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი მაგალითი იმისი, რომ აი ყველაზე ცუდ ადამიანთან შეხვედრაც კი არის იმის შესაძლებლობა, რომ მას შევხვდეთ და მასში ადამიანი დავინახოთ. ამ აზრით შევხვდეთ, რომ მასში დავინახოთ ადამიანი. და ამაზე შთამბეჭდავი მაგალითი მართლა აღარ ვიცი რა შეიძლება რომ იყოს. კიდევ ერთ საგულისხმო რამეს გვასწავლის მიტროპოლიტი ანტონი. როცა ადამიანი არ მოგწონს და მისი მოსმენა არ გვინდა, ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე ბრიყვია, ბოდავს. მაგრამ ესო არ არისო მართალი, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჭკვიანები არ არიან, მაგრამ გულით არიან იმდენად ჭკვიანები, რომ ღმერთმა ბევრ ასეთ ბრიყვს შეგვახვედროსო, მაგრამ ვერ შევხვდებით, თუ არ გვინდა, რომ ადამიანით დავინტერესდეთ თავისთავად. ვინც ჩემ პოდკასტს უსმენთ, ეხლა ალბათ გულში მაინც მეკითხებით, რა გინდაო ჩამოყალიბდიო, ესე იგი ღმად გინდა დაინახო ადამიანი იმისთვის, რომ უფრო მშვიდად დაწვა მასთან დამაკავშირებელი ხიდი, თუ ღმად გინდა ადამიანი დაინახო იმისთვის, რომ მაინც მასთან ერთად გადაიარო ის ხიდი, რომელიც მომავლისკენ მიდის. არ ვიცი, არა მაქვს ზუსტი პასუხი, გულწრფელად გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს ბევრად მეტად ვენდობი, ვიდრე საკუთარ თავს. და ის კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ჩვენი ცხოვრება იმსხვრევა იმის გამო, რომ ერთმანეთთან შეხვედრა არ შეგვიძლია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენზე არის ეს პასუხისმგებლობა. აი ამას ამბობს მიტროპოლიტი, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გვინდოდეს დავინახოთ მეორე ადამიანი, გვინდოდეს, რომ ნამდვილად შევხვდეთ მეორე ადამიანს და თუ ესე არ მოხდება, აი ხიდების დაწვა, თუ სწორად მესმის ეს ციტატა, პირველ რიგში ჩვენ თვითონ დაგვანგრევს. მეც ვფიქრობ ახლა, რომ ალბათ პირადად მეც სასწაული მაქვს, როგორ შევხვდე ადამიანს, თუნდაც ძალიან ახლობელს, ისე რომ ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემი ღირებულებებისგან დამოუკიდებლად ვხედავდე მას და არა ჩემ გამოსახულებას მის თვალებში. აი ამ სევდიანი გაურკვევლობით მინდა რომ დღეს დაგემშვიდობოთ შემდეგ პარასკევამდე და კიდევ ერთხელ გადაცემის ბოლოს გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. და რა თქმა უნდა ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ.